ქართული პროდუქციის გამოფენა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენაზე, სოფლის პროდუქციის გამოფენა გერმანიაში, ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვი, თხილი და სანელებლები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან ჩვენ სულ ვახორციელებთ ფერმერების დახმარებას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ მათ შეძლოს საკუთარი პროდუქციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადააყენონ. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მათ დახმარებას ამ მიმართულებით. Frut logistika გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენა მეხილეობის დარგში, რომელიც საგრძნობლად ხელს უწყობს ევროპულ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ცნობადობის ამაღლებას, ასევე ექსპორტის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანია უკვე ბაზარზე არის მესამე წელია. პირველი წელი ეს იყო საქართველოში ქსელებში შეტანა პროდუქტის, ეგეთი გეგმა ჰქონდა. მეორე წელი იყო ექსპორტის ზეგატანის გეგმა და აქაც 3 ქვეყანაში უკვე გავიტანეთ და ეხლა უკვე მეოთხე ქვეყანაში გაგვაქვს ექსპორტზე და ფიქრობ, რომ ეხლა ბერლინის გამოფენა იქნება ძალიან საინტერესო ამ კუთხით, რადგან ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი, ბევრი კონტაქტი ასე რომ ვთქვათ დავაგროვე. 3 წლის წინ დავიწყეთ ეს საქმე, შარშან განვახორციელეთ 100 ტონის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ წელსაც მონაწილეობთ იმის გამო ამ გამოფენაში.